ცნობილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე დავით კლდიაშვილი 1862 წლის 29 აგვისტოს სოფელ სიმონეთში დაიბადა. მისი წინაპრები იმერელი აზნაურები გახდნენ. ის ბაბუასთან აზნაურ ნიკო ღოღობერიძესთან იზრდებოდა. პატარა დავითს წერა-კითხვა დედამ კესარია ღოღობერიძემ ასწავლა. 7 წლის ასაკში კი რუსული ენის შესასწავლად ქუთაისელი ექიმის ოჯახში მიაბარეს. 9 წლის კლდიაშვილი კიევის სამხედრო გიმნაზიაში სასწავლებლად გააგზავნეს. მოგვიანებით კი მან მოსკოვის სამხედრო სასწავლებელში განაგრძო სწავლა. საზღვარგარეთ სამხედრო განათლების მიღების შემდეგ ის ბათუმის სამხედრო სამსახურში განაწესეს. საქართველოში ჩამოსვლისთანავე დავით კლდიაშვილი აქტიურად ჩაერთო საზოგადოებრივ კულტურულ საქმიანობაში. იგი თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან. მისი ნაწარმოებები ჟურნალ თეატრსა და მოამბეში ქვეყნდებოდა. დიდმა საზოგადო მოღვაწემ ქართული მწერლობის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანა და სრულიად ახალი სიტყვა თქვა. მისი მოთხრობები უბრალო, გასაგები ენით არის დაწერილი და მწერლის დროინდელ ტრაგიკულ სევდიან სინამდვილეს ასახავს. კლდიაშვილის შემოქმედების მთავარი თემა გაღარიბებული იმერელი აზნაურების ცხოვრების წესია, რომლის შესახებაც დავითი მკითხველს საინტერესოდ უამბობს. მწერლის აზრით გაღარიბებული აზნაურების თავმომწონეობა რეალურ ვითარებას არ შეეფერება. დავით კლდიაშვილის მოთხრობებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია სამანიშვილის დედინაცვალი, ბაკულას ღორები, სოლომონ მორბელაძე, ქამუშაძის გაჭირვება და დარისპანის გასაჭირი. სიცოცხლის ბოლო წლებში მწერალმა მშობლიურ სოფელ სიმონეთში გაატარა. აქვე დაწერა მემუარები ჩემი ცხოვრების გზაზე და კიდევ რამდენიმე მოთხრობა. დავით კლდიაშვილი იყო პირველი ადამიანი, რომელსაც საქართველოს რესპუბლიკის სახალხო მწერლის საპატიო წოდება მიენიჭა. 1931 წლის 24 აპრილს დიდი მწერალი და საზოგადო მოღვაწე თავის მშობლიურ სოფელ სიმონეთში გარდაიცვალა. 27 აპრილს კი მისი ცხედარი თბილისში გადმოასვენეს. დავით კლდიაშვილი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული. მწერლის სახლ-მუზეუმი სოფელ სიმონეთში კლდიაშვილების საგვარეულო სახლში მდებარეობს.